ნინი ნადირაძე, პროფესიით კონდიტერი. ჩემთვის სახალხო განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ ბოლო 5 წელია ვამზადებ ჯანჯაფილის ორწყობილის სახლებს, რათა ჩემს გარშემოყოფებს ამომაღლა ეს სახალხო განწყობა, განსაკუთრებით ბავშვებს, რომლებსაც განსაკუთრებით უყვართ ტკბილეული და სწორედ სახალხო პერიოდი. ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და სულ მინდოდა რომ რაღაც ჩემი ცხოვრება დამეკავშირებინა კონდიტერიასთან. ხშირად ვიყავი ესე ჩართული ამ სფეროში, სულ რაღაც დამცხრების მზადებაში, მაგრამ 5 წლის წინ, როდესაც კოვიდი იყო, მოგეხსენებათ, აგარაკზე ვიყოფებოდით ოჯახი, სადაც ესე ძალიან ოჯახურ გარემოში მოვამზადეთ ერთხელ ჯანჯაფილის ორწყობილის სახლი. კონსტრუქციის შექმნაში დამეხმარა მამა ჩემი და ბაბუა ჩემი, მე და დედა ჩემი მუშაობდით კრემსა და ორწყობილაზე. და პირველივე წდაზე ძალიან ესეთი ეფექტური გამოვიდა და როდესაც დავდეთ სოციალურ ქსელში ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა. თვითონ ჯანჯაფილის სახლების იდეა წამოვიდა ერთ-ერთი ზღაპრიდან, რომელსაც ქვია ჰანსელი და გრეტელი, სადაც სიუჟეტი ვითარდება სწორედ თაფლაკვერის სახლში. და გადავწყვიტე, რომ ეს თაფლაკვერის სახლი რეალობაშიც გადმომეტანა. ეს ტრადიცია არსებობს სხვადასხვა ქვეყნებშიც, მაგალითად გერმანიაში, ავსტრიაში და სხვა ევროპის ქვეყნებში ყოველწლიურად ყოველ ახალ წელს ამზადებენ ასეთ სახლებს და რატომღაც ვიფიქრე, რომ საქართველოშიც კარგი იქნებოდა ეს ტრადიცია, რომ დაგვემყარებინა. ჯანჯაფილის ორწყობილების მომზადება ჩემთვის არ არის მხოლოდ რუტინა და შრომა, ეს არის უდიდესი სიამოვნება და განტვირთვის საშუალება. მომზადების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია, გრძელდება დაახლოებით 2-დან 3 დღემდე. პირველივე დღე ეთმობა ცომის მომზადებას და ასევე გამოწყობას. მეორე დღეს უკვე იწყება ამ ფირფიტების მოხატვა, ხოლო მესამე დღეს აწყობა და საბოლოო შტრიხების შემატება. ეს პროცესი მე თვითონაც მეხმარება სახალხო განწყობის ამაღლებაში, რადგანაც გვაიძულებს თელ ოჯახს, რომ ისევ გავერთიანდეთ, რაღაც მთელი წლის განმავლობაში თუ ყველა დაკავებულები ვართ, აი ამ წლის ბოლოს ვიკრიბებით ერთად, ყველა მეხმარება, ჩემი ძმა, მშობლები, ბიძაშვილები, ბებიები. ამ სახლების მზადებისას ჩვენთან სახლში მუდმივად არის ჩართული სახალხო სიმღერები. სტუმრებიც თუ მოდიან, ასე ვთქვათ, ყველას ეკიპირება ხდება ბახილებით, ხელსათმელებით, კუდებით, რომ რაღაცა სისუფთავეთ შევინარჩუნოთ და ყველა ვინც მოდის, აი ივსება ამ სახალხო მუხტით და მიდიან, ასე ვთქვათ, მთელი წლის სამყოფი დადებითი ენერგიები. როგორც უკვე გითხარით, ამ სახლებს ჭირდება 2-3 დღე, რომ სრულად მომზადდეს. სწორედ ამიტომ ძალიან დიდი სითბო და სიყვარული არის ჩემგან ჩადებული და ძალიან მიჭირს ხოლმე სხვებთან გაგზავნა ამ ჩემი სახლების. მაგრამ იმდენად დადებით უკუკავშირს ვიღებ ხოლმე, რომ ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. ეს არის ჩემი мотиваცია, რომ ასე ვთქვათ, გავაგრძელო ჩემი საქმე. ახალი წლის მზადებას ყველა ოჯახი ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს და ასე ვთქვათ, თითოეულ დეტალს არჩევენ დიდი დაკვირვებით. და ჩემთვის სწორედ ეს არის უდიდესი мотиваცია და პასუხისმგებლობა, რომ აი ამ დაკვირვებით შერჩეულ პროდუქტებსა და ნივთებს შორის, რომელიც მათ სახალხო მაგიდებზე ხვდება, ერთ-ერთი ჩემი სახლი არის ხოლმე. ეს ნამდვილად მithობს გულს. 2026 წლისთვის მინდა რომ არ გავჩერდე და განვაგრძო განვითარება, რათა უფრო მეტი ხალხის განხარება შევძლო. ასევე ყველას უსურვებ, რომ თავიანთი მიზნებისთვის მიიღწიოთ, აიხსნოთ თავიანთი ჩაფიქრებული ოცნებების სურვილები, უსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და რაც მთავარია სიყვარულს.